აი ყველაფერი მინახია ამ ცხოვრებაში, მაგრამ არასდროს არ მინახია აკაცუკი რო სვაბოდაზე გამოდის და თან გამოაქვს ტელევიზორი და თან მაცივარი. ალბათ ყველას გაქვთ უკვე ნანახი ეს ტრენდული ორი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებში გავარდა, სადაც ციხიდან გამოსული ეგრეთ წოდებული ეს სინდისის პატიმრები, როგორ გამოდიან შენობიდან ისე, რომ გეგონება ციხე კი არა, არამედ არის გორგია, Elite Electronics-ი, ბეკო ან რომელიმე სხვა ბრენდული მაღაზია. ანუ რაღაც სიგიჟე მოხდა მეგობრებო, რაზე და სუპერ რეაქცია ჩავწერო. ცოტა კრინჯი იქნება და ტოქსიკური, ამიტომ გირჩევთ, რომ ანტირადიაციული აბი მიიღოთ. ჩემთან ერთად და სხვათა შორის, აი თხოვნა იყო დიდი, რომ ბოთლიდან წყალს ნუსოო და რაღაცა ეგეთი დაჟინებული თხოვნა იყო მეგობრებო, აი თქვენთან ერთად, აი წყლით შევსო ამ სადღეგრძელოს, თქვენ გაგიმარჯვეთ და მაგ ჩემ შეცდომას მე გამოვასწორებ და აგერ აი ჩემი შესანიშნავი ჭიქიდან დავლევ ახლა წყალს. წყლის ზალა მოგცეთ ღმერთო. მოდი ახლა სალამ რეაქციაზე გადავალთ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი, ასევე შეგიძლიათ არხის დონაცია გავუკეთოთ, რომელიც აღწერა შემოწირებული და გამოყევით ჩემს Instagram-ს. ანუ ჯერ ვერ ვარჩევდი, ანუ კაცი იყო თუ ხალი მართლა, ანუ მისი სქესი დავადგინე ვიდეოს დაწყებიდან დაახლოებით 1-2 წუთში. თავის ხელა მაცივარი მოაქვს ბიჭო. ზონიდო. ანუ ნახე დაატოლეთ გეხვეწებით მაცივარი და ეს ტიპი არიან რაღაც პროპორციულები ერთმანეთთან რა. ანუ სეჩი პროპორციულებია. ეს რო მაცივარი რო გაიშალოს ამის ტოლაა ჩათხოვდა. ბიჭო ყველაფერი მინახია და ეს მაცივარს რა უყონეთ აი ხო იცი და აი სახლიდან სახში რო გადადიხა და მაცივარი 1 საათით კი არა 1 დღით ადრე უნდა გათიშორო ფრეონმაო რაღაცო ის დისბალანსი შეინარჩუნოსო და მერეო მაცივარს რო გადაიტან და 24 საათი ჩართული რო არ ქონდეს რომ ფრეონი გასწორდესო ამან ეგ პრინციპი დაიცვა ზონაზე რომ რაღაცა 24 საათით ადრე გათიშა ეს მაცივარი რომ ფრეონი შენარჩუნებული იყო და არ ვიცი რა მოხდა აუ ეს ვიღაცა ყურში ჩამბღავლის ვიღაცა კამერასთან დგას და ბღავის უბრალოდ აი შემაწუხა თავისუფლება პოლიციელებს დააკვირდი ბადრაკს ჩემი ტიმამა ალბათ ილოცეს მადლობა რომ საქენან წავიდავ ჩემი აუსო ჯარი დამიკა ჯარი სუდკა ჯარი დამიკა რა დავიქრინჩე ბიჭო ხოდალიეთ ანტირადიაციული ფილი აი შეიძლება ნებისმიერ რამე ემოციური ცხოვრებაში მოხდეს, მაგრამ აი ესეთი ვერ ვიქნები, უბრალოდ არ შემიძლია. აი ესე რაღაც განვიცადო, უბრალოდ არ წარმომიდგენი ესე რა შეიძლება განვიცადო ცხოვრებაში. და რო ვიცი რომ ჩემ გარშემო იმენა ხალხი კრინჯება, იმენა რაღაც არაბუნებრივ სისმენს. და რო ვიცი რომ აი ჩემ გარშემო ადამიანებს ვაწუხებ ჩემი არსებობით. რომ ყოველს დიდ ყურადღებას ვიქცევ იქ, სადაც არ უნდა მივიქციო. აი ეხა აი ეს შემოდის შემში შიგნით. მესერში 262 იყო ესეთ ფაშისტური თვითმფრინავი ხამ კაცმა გააკეთა ეგეთ რამ. იერიქონის ხმა. იმენა იერიქონის ხმა იყო აცვე შეგეუნები. აი ფაშისტებს ქონათ ეგეთი ამაზე თუ გინდა ცალკე ვიდეო შეგეწეთ, ანუ ქონდათ ხმოვანი ბგერული ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიური იარაღი. ეს MK Ultra-მ განავითარა მე რა. ხმა რომ მოდიოდა, კაროჩი, ანუ როდესაც ფაშისტები გადაუფრენდნენ რომელიმე ქალაქს, ხო? ირთვებოდა ბომბების პარალელურად, ანუ ბომბები ჩამოყრის პარალელურად, ირთვებოდა იერიქონის ხმა, ეგრეთ წოდებული იერიქონის ხმა. რომელიც იყო ბიბლიის ანალოგი, ანუ ბიბლიაში როგორც სასტვინებსო ჩაყუნენ რა. აი ეგეთი რა. და ეხა ამან გააკეთა მაგის იმიტაცია, მეგონი? ეგონი ამ ფაშისტების გეგმა გაიგო, ანუ ეხა ნახეთ. იმენა იერიქონის, აი ცოტას და კედლები დაინგრეოდა. დედამ, აი როგორც ბიბლიაში როა, ხო იცით, იერიქონის ხმამ დაანგრია კედლები, სადაც მე ებრაელები შევიდნენ რა. დაახლოებით ეგა. ამან მეგონი რაღაც ამას კიდე 1-2 რიტუალი ეგეთი რო ჩაეტარებინა, იმენა კედელს ანგრევდა. აი დააკურდე, ეს არის იერიქონის ხმა ხალხო.
გეუნებით. ეხლა მეორე. ეს გამოდის გორგიადან რეალურად რა. ანუ სვეჩი გორგიადან გამოდის. ამ ტელევიზორი როგორ გამოგშეხები. გამარჯობა გილოცავ. ბიჭო აისეთი ბევრმა ჩაწერა ამაზე ვიდეო ხა არ მინდა მაგის იმაზე გავაკეთო ხა აქცენტი. ბიჭო ამერი გაჭირებულია ციხეში ამდე პატრონი არ ყავს. ამ დატოვეთ თქვენ ალოცი. რავი აი ქათამია იმას არ გამოაქვს ციხიდან არაფერი მაგის იმას არ გამოაქვს. აგეთი სულ ახდენილი რანაირად უნდა იყოს ციხიდან გამოგაქვს. რავი ხალხს პერედაჩები შეაქვს შეგინე და შენ ციხიდან გამოგაქვს აკეთ აი არ ვიცი ყველაფერი შემელო წარმომედგინა ამის გარდა. თიმა ტელევიზორი გამოიტანა და არ ვიცი ამ შავკუთში არ ვიცი შეიძლება ჩინია ეს რო აი პანდორას ყუთი შეიძლება ისო გახსას რაღაც ამოფრინდეს იქით. არა ეს ციხია თუ გორგია ანუ მართლა მაინტერესებს. აი აქციები როა ხო იცით ტექნობუმებში და იქიდან შოკირებული ისა რომ შოკის მომგვრელი ფასები გაიტანეთ აქენა ტექნიკა ლიკვიდირებულ ფასებში 90%-იანი ფასდაკლება. რავი ტელევიზორი რომელიც ღირს 1000 ლარი იყიდება 99 ლარად ეს აქცია გრძელდება ზეგამდე პირველ საათამდე და უცებ რეკლამაში ეს უნდა მიიწიონ ტექნობუმა ის უნდა წაიყვანოს სოჩი რა იქიდან რომ გამოდის. გაგიშდება კაცი შენ. კადია რო დამკენ მაშინ უკვე ხარ აგადია. ეს შეგიანური უთხაი ხარ აგატირებს. თქვენ დედებს აუ ეს ცოტა ამან ჩაუწერა შემთხვევით შემხდა ეს ადამიანი რა სოციალურ ემაში რა ძალიან სასაცილო იყო ძალიან ცოტა ცენზურის დარღვით აღწერს რეალობას რა მაგრამ მართლა გამეცინა და მოდი მოусმინოთ შევეცი ცხოვრებით გურდი მაცივარი და ტელევიზორი რამ წამოგაღებინათ ბიჭო გაჭირებულებისთვის დაგეტოვებინათ ბიჭო თუ გაგიჩალიჩეს კიდე იქ იმათ მოუტყან იუმორი არ ვიცი მე მართლა მაგარი იუმორი კონიათ რომ ეგრე გამოგაყალევეს რომ მაციური ხელში გამოყველი ამ ხელა კაცი ვისო სინდისის ფარჩაკობა ბიჭო სინდისის პატიმარი კი არა სუფთა ყალეხა და მოგიტყან გვერდზე მდგომი შენ მოდი და ნახე არ მე შინია ბიჭო ჩემს სიტყვებს აუხსნი ბიჭო არაფრის დამატება შეიძლება აბსოლუტ სინემა აი ეგ უნდა გამოიტანოთ ეხლა დაბლა რა ედიტი უნდა გააკეთოთ აბსოლუტ სინემა ეს არის კინო სინემატოგრაფია უბრალოდ ეს არის მეგობრო სინემატოგრაფია ესა ნოლანის მიერ გადაღებული ფილმი იმენა მართლა გეუბნებით იმენა სინემა ბიჭო აი ცხოვრებაში მართლა ყველაფერი მოქვს რა ნახე ანუ აკაცუკის გარემე რა უნდა გამიგვირდეს ხა ლიბერალებს ვიცნობ გენეტიკურ ემბრიონულ დონეზე ვიცნობ რა ანუ გენეტიკურ დონეზე ანუ ყველაფერი ვიცი აი რა უხარიათ რა წინთ ყველაფერი გამომიცი და მინახი აქამდე რა რომ აი რა დონემდე შეიძლება ადამიანი დაეცეს რა დონემდე შეიძლება ადამიანი დეგრადირდეს რა დონემდე შეიძლება აი არასდროს არ წარმოვედგინა ციხიდან აი გრევი აი პერედაჩა რომელიც ციხეში შედის და იქიდან რომ შმერე ეს გრევი გამოგაკ ბიჭო გარეთ რა სვაბოთაზე რომ გამოგაქვს აი რა პერედაჩა რომ სვაბოთ აი ეს აი ქურდული სამყაროს ისტორიას არ ახსოვს აი კაცობრიობის მოდგმის ისტორიას არ ახსოვს გავს რამე რა აი მართლა პირველად ეს ვიდეო რო ნახე ანუ თვალებს ვერ ვუჩერებდი რომ ეს რეალური იყო იმიტომ რომ ანუ პრიკოლი რა არის თან იცი რომ როდესაც ვინებიც იქიდგნენ ჯობია კამერა ხელში არ აიღოთ რა ანუ ჯობია რომ მობილური ხელში არ აიღოთ იმიტომ რეალურად ხო ეგონოთ რომ ამ ტირილებით და ამ საპნის ოპერებით რომელიც იქ დადგეს რომ ვინმე შეეცოდებოდა ხო და არავის არ შეეცოდები აი მაგით უნდა მიხვდე რა დონემდე აღარ აინტერესებთ ხალხს აი რა დონემდე და ჯობია კამერა არ აიღოთ ხელში იმიტომ რომ უფრო ანტიპიარი გაუკეთეს მაგას ანუ უფრო დაამცირეს უფრო მეტად შეურაცხყოფა მიაყენეს ჯობია ჩუმად გამოსულიყო რა და ტელევიზორი რავი ბადრაგისთვის ეთქვა და აი რავი ის ცალკე მიეცადა რამე აი მაგით რო გამოდიხარ და გარეთ რო ეს ამალა გელოდება აქ მტირალ აი გასვენებაზე რო ხალხია ხო იცი და დაახლოებით გასვენების ვაიბები რო არის და ეს აი იერიქონის ხმა ემატება კედლები ინგრევა და მე ტექნობუმიდან მეორე გამოდის ხო აი რავი მაგით აი რასთან ბრძოლას აი ადამიანი როდესაც არაფერს არ წარმოადგენ ადამიანი აი როდესაც არც ფინანსები გაქვს არც ფული არც ხარ და არაფერი არ გაქვს აი რა საპროტესტებ მაგრამ აი ჩმორული მდგომარეობიდან დაპროტესტებას რა აზრი აქვს ანუ ქვეყანაში ხალხი ანუ ის ხალხი ანუ მნიშვნელობა არ აქვს ხა მემარცხენე ხარ მემარჯვენე ერთ რამეს ხო უნდა მივხვდე რომ აქციებით არაფერს აზრი არ აქვს აი საერთოდ აი მე ჯერ საქართველოში არ მახსოვს
2003 წლის მერე საქართველოში აი საერთოდ რამე აქციების მერე შეცვლილი იყო. აი რამე შედეგი აქციას გამოიღო. გინა 7 ნოემბერი იყო, გინა 26 მაისი, გინა გაბრილოვის ღამე, ანუ ნიშნულობა აი რა ერთი მანახეთ მაგალითი როდის გამოიღო აქცია რამე ნიშნულობა საქართველოში. ან უბრალოდ ჩმორი ხარ, რომელიც დგახარ იმისათვის რომ შენ საკმარისი ძალა, ინტელექტი და რესურსი არ გაქვს ხელში გეჭიროს ვლასტი, ანუ ძალაუფლება და ეს ძალაუფლება მერე, რავი, შენს იდეებს მოახმარო. მემარცხენე ხარ, მემარცხენე იდეას, მემარჯვენე ხარ, მემარჯვენე. ანუ ნახე, აი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება. აი ხშირად ყოფილა ესეთი მომენტები მაგალითად, რომ აი ნახე მე უქონელი ვარ, არც ის მაქვს, არც ეს მაქვს, ჩემ ჯიბეში არაფერი მოდის, ყველა მთავრობა ამ ფულს ჭამს, იქ რა ქვია, ოპოზიცია ჩემ ფულს ჭამს, რავი, ვიღაცა მდიდარი ბობოლა ჩემს ფულს, ანუ ყველა თუ შენ ფულს ჭამს, ყველა გიყენებს, ყველა თუ მოღალატია, ყველა თუ ესეთია. ანუ რისთვის რა იბრძვია იქ მართლა ვერ ამოხსენი ეგ ფენომენი რა. იმაზეც იყო კიდე არაბული ინვესტიციებზე შემხდა ძალიან პრიკოლი რაღაცა რომ ეგო ფული რაც გამომუშავდებაო ეგ წავა არა ქვეყნის ბიუჯეტშიო არამედ ეგ წავაო თვითონ აი ბობოლა ხალხის ჯიბეებშიო რა ჩემ ჯიბეში კი არ წამოვაო არა აი ბობოლა ხალხის ჯიბეში წავაო და მირეშვაკობა რა არის იცით იმას კი არ წერს რომ ეს ბიუჯეტი 33% სადაც რომ წავიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში ანუ ეს ემოცია და განცდა კი არა აქვს რომ მართლა პატრიოტული იყოს რომ აი ბიუჯეტში რო შევა ეს ფული მაგალითად სოციალურ დახმარებებს მოხმარდება პენსიებს მოხმარდება რავი აღშენებლობას მოხმარდება სკოლებს მოხმარდება რაღაცებს ხო არა თავის ჯიბეში რატო არ მიდის ხვდებით აი გათვლას ხვდებით აქ ბირეშმაკული რა არის ანუ ბოროტებას ხვდებით აქ რა არის აი იმას არ ამბობს რომ ეს ფული რატო არ მიდის ბიუჯეტში არ ამბობს ჩემ ჯიბეში რატო არ მოდისო და ეგ ადამიანი შეიძლება მე აირჩიოთ თავრობაში მე ვიღაცა რა და ეგ მოიყვანოთ მე ეგ რო ფულ შეჭამს მე კიდე გამოხვალთ და იმას იტყვით რომ ვა ეს არაპატრიოტი მომიყვანია ქვეყანაში ანუ რეალურად არეგულცველობა ეს ყველაფერი არის აქციები ეს რაღაცა ქუჩაში რაღაცის დემონსტრირება თუ მაგარი ხარ ან თუ შენ გჯერა რომ შენ იდეა არის მაგარი შენ ხარ ამაში მართალი რავი ხო დაფიქრდი მოდი ფინანსები მოვიძიო საიდანმე მოდი მხარდაჭერა გავზარდო მოდი აი რაღაც სოციალური პროექტები წამოვიწყო ღონისძიებები რაღაცა რომ გავძლიერდე ძლიერი გავხდეთ რომ ანუ რა აზრი აქვს ხო მიხვდით რომ 100,000 200 300 გინო 400 გაიყვანე გინა 9 მილიონი აზრი არ აქვს თუ მას საორიენტაციო ჯგუფი არ ყავს სპონსორი და არ დგას ამ ყველაფრის ვიღაც უკან იმიტომ რევოლუცია ყოველთვის არის რაღაცის პროექტი ან საზღვარგარეთის ან ქვეყნის შიგნით არ უბრალოდ ვერ ხვდები ანუ სისულელეა უბრალოდ რა ანუ ნებისმიერ ეგეთი რამე წამოწყებული რომელიც ქუჩაში ინაცვლებს როდესაც ხარდაჭერა არ აქვს და შეთუბეთ შენ იცი რომ ხარდაჭერა არ აქვს და შენ პროვოცირებას უკეთებ ხალხო მოდი შენც გამოდი შენც დადექია ხო ანუ შენ თვითონვე ანგრევ შენ ქვეყანას გაიგე თორე მე ისიც მჯერა რა იდეისაც მჯერა მე ვიცი რომ თუ ჩემი ტრაკი დამიდიას მე ვერ მივაღწევ ხო მე აქციას არ გავმართო ქუჩაში არავის წინააღმდეგ ვაღიარებ რომ ტრაკი არ მაქვს უბრალოდ ამჟამად რომ გავაკეთო ეგეთი რამე აი მე აქციით რას უშველი ზუსტად გამსახურდი აწყობდა 9 მილიონიან აქციებს ეგეთი აქციები ჯერ აუ ისტორიაში არ აქვს უსმო როგორ დაასულა გამსახურდი ამ სიცოცხლე სამწუხარო ხო სამწუხარო ყოლელობით რატომ აბა დაფიქრდით ქართველი ხალხი კი ქუჩაში ედგა მაგრამ სადაც საჭირო იყო იქ ვერ დაუდგა გამსახურდას არ ყავდა ელიტის ხარდაჭერა არ ქონა ელიტის ხარდაჭერა ნუ რა ელიტაც იყო მაგას გულისხმობ მაშინ საქართველოში რა ელიტაზეა საუბარი ანუ ნახეთ ანუ ხალხის რაოდენობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მას თუ არ ყავს ლიდერი ისეთი რომელიც მოხდეს ამ ხალხის სწორ კოორდინაციას მეგობრებო აი ნახეთ რა მარტივ ჭეშმარიტებას ვამბობ ანუ სანამ შენ ტრაკი არ გაქვს ანუ ქუჩაში არ უნდა იდგე იქ გცემენ, იქ დაგაჯარიმებენ, იქ ვინ უნდა იხადოს, შენ მოუჭახმა, რატო უნდა იხადოს? რატო უნდა იხადოს შენმა მამიკომ ფული? რატო უნდა იხადოს შენმა დედიკომ ფული? ის აკა NGO-ს ბევრი ფული აქვს, დოხუია, იხდიან, გიხდიან, ერთი ოჯერ გადაგიხდიან, მესამეჯერ რომ იხვალს არ კარები შეიძლება არ გაგიყონ. რისთვის? ანუ ხო გაირკვა, ანუ ხო ამბობდით აქამდე ამდენი ხნის განმავლობაში მაგალითად რომ თქვენ ქვეყნიდან გარბი ხართ, მოღალატეები ხართ, დათვლილია თქვენი დღეები. ანუ ხო ამბობდით იმ 61%-ზე მეტი რომლებაც ეს მეინსტრიმი აირჩია საქართველოში. ანუ ნახეთ, აქ ხა არ ვაპირებ არაფერს ესე ვთქვათ, გაправებას, ესე ვთქვათ, მათემატიკურად. აი რეალობას ვამბობ, აი სულ დავივიწყოთ CSGO და ყველაფერი. ნახეთ, როდესაც არჩევნები ჩატარდა და გამოვიდა ხალხი, რომლებიც არ აღიარებდა ამ არჩევნებს, იმდენად ცოტა რიცხვი იყო, რომ მაგ ხალხით და მაგას სამჯერ მეტი ხალხი რო დაგემატებინათ, ანუ სუნდაც 600,000 რომ ყოფილიყო, ხო? ეს
მაინც არ წარმოადგენს ქართული ხალხის უმრავლესობას. ქართული ხალხის უმრავლესობა არ არის კომენტარებში ბევრი კომენტარების გასპამვა. არჩევნებს ვერ იგებს ბევრი ლაიქი. არჩევნებს ვერ იგებს ბევრი გაზიარება. არჩევნებს იგებს ქართველი ხალხი, რომელიც მიდის იქ. არჩევნებს იგებს ადმინისტრაციული რესურსი. არჩევნებს იგებს ფული. არჩევნებს იგებს ხელს შეწყობა და ქართველი ხალხის ის გადმოსახედი, რომელიც ობიექტურად ასახავს იმ რეალობას, რა რეალობაში ცხოვრობს. ქართველი ხალხი იყო ძალიან ბრძენი ამ არჩევნებზე, ბოლო საპარლამენტო ჩატარდა. ანუ მარტივი რეალობა მივიდა არჩევნებზე. რა ფიქრა, იქით არიან აკაცუკოები. მთელი მისი კორიანტელი ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში დავინახეთ რაც ხდებოდა, ხო? არიან საწყლები, არიან მაგალ უსამშობლოები, არაფრის წმენა არ გააჩნიათ. ანუ აქეთ მოწონს ვინმე არ მოწონს, აქეთ ამხარეს რა. წავა და მივა და შემოხაზავს ისევ მთავრობას. რატო? იმიტომ რომ ალტერნატივა არ აქვს მას. ამიტომ ნახეთ ნებისმიერ ეგეთი ქმედებით, ჩემო ხალხო, ვინების დგახართ ქუჩაში, საკუთარ თავს უთხრით სამარეს. და აქ სერიოზული ეჭვი მიჩნდება უკვე რომ ანუ ის ბობოლები ვინებიც ამ პროცესს აფინანსებენ კაიფობენ იმ ხალხზე ვინებიც იქ მონაწილეობენ რა რამდენი ადამიანი დაკარგა ოპოზიციამ მათ შორის საკუთარი ამომრჩეველი ბოლო 1 წელიწადში ბევრი ახალი რუსული აქციების ეგრეთ წოდებული რუსული კანონის აქციების დროს ქუჩაში მობილიზებული ხალხი ბევრად აღემატებოდა ეხლა რაც ქუჩაში ხდება და მათ შორის იმ ეგრეთ წოდებული რევოლუციის მცველობის დროს რაღაც სასაცილო ტრაგიკომედია რომ მოაწყეს, რაც კლოუნადა რომ მოაწყეს, რაღაცა წინასწარ დაგეგმილი სკრინპლეიზე აკრეფილი რევოლუცია რო იყო. ამიტომ კლოუნები სანამ იქნებით ქუჩაში მდგომი ეგრეთ წოდებული, რავი, ჩეგევარები და რამე შეცვლო ქუჩიდან რო გინდა. უბრალოდ უნდა აღესარკე შეიხედო და აღერო არაფრის ტრაგი გაქვს უბრალოდ. მე იმიტომ არ ვკრიფავ, ეხა 150 გამოწერი ყავს, მაგრამ ქუჩაში ხალხს არ გავიყვან. რეზისტვის უნდა გავიყვანო ქუჩაში. რის ტრაკი მაქვს ამის შემოთ რომ მე ქუჩაში ხალხი გავიყვანო. რა უნდა უთხრა? რა უკეთეს საქართველოში მინდა ცხოვრება, დავით აღმაშენებელი გავაცოცხლოთ, სტალინი დავაბრუნოთ. აი რა უნდა უთხრა მითხარი? ეს ხო იქნება არაგულწრფელი ნაბიჯი. და ხალხს შეცდომაში შევიყვან რის გამო, რომ მე დავიწერო ქულები, რა მაგარი ტიპი ვარ, სიტყვით გამოვედი 100,000 კაცში, ეს არ შეიძლება, ეს ჩემ ერს აზიანებს უფრო. ამიტომ ბრძოლა თუ ჩანაფიქრი გაქვთ ვიღაცის მიმართ ქვეყანაში, რავი პოზიციის მიმართ, უბრალოდ უნდა გამონახოთ საკუთარ თავში კვერცხები, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ. და სანამ ეს კვერცხები არ გექნებათ, სანამ ფული არ გექნებათ, სანამ ხარდაჭერა არ გექნებათ, სანამ მობილიზება, ნახე, აი ძალიან მარტივი პრინციპია რა. ამას ვსვავ ხოლმე მკითხოს და მე მომზდებენ ხოლმე და მეუნებიან შეკოცო, ბიძინა როგორ გე, აი ძალიან მარტივ რაღაცას ვსვავ რა. ძალიან მარტივი ჭეშმარიტებას. ერთი მეკითხება ამას წინად ესეთ რამეს, ქართულ ოცნებას არ მოუგია არჩევნებიო რა. მე კითხოს ვინ მოიგო არჩევნები? ანუ მართლა მაინტერესებს, კაი, ქოცება თუ ვერ მოიგეთ, ვინ მოიგო არჩევნები? სააკაშვილმა, ნიკა გვარამია, მელიამ, გირჩმა, ალტი, ვინ მოიგო არჩევნები? და მე ხო ამასვანები, კაი, დაუშვა და ოცნება, ხო, აი კითხოსო, ვინ მოიგო არჩევნები და მე არ ვიცი. აი არალეგიტიმურს ხო ამობენ, არალეგიტიმურიო ქართული, კაი, მთელი 60% ვინც იყო 54 ბოდიშით მისული, ვინ შემოხაზა, რაღაცა და 54 ქოცემა აიღეს. ის 6% თქვენს რომ მოდი ამას არ გავაყალბებთო ეხა ვითომ რა თორე რა მარტივია თუ აყალბებ არჩევნებს ბარემ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღე ხო უფრო მარტივია ვერ აიღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა იმის ფონზე და კიდე ამბობენ რომ ეს არის გაყალბებულიო ბიჭო ანუ სასაცილოა და ამ რეალობებში და ამ ტყუილებში რო ცხოვრობ ადამიანი ხო რაღაც ციხიდან გამომიერე მასკარადებით რო ცხოვრობ და რაღაცა ჰაი ჰუი ხო ყოველთვის დამარცხდები მეგობარო ყოველთვის მე ცუდი კი არ მინდა შენთვის პირიქით აი გასწავლი აი ჩეტკოც გაცლებ უბრალოდ რომ ჯერ ძალა ნახე რაღაც რავი იპოვე რა ჯინი გახსენი პანდორას ყუთი გახსენი ამას რო ეუნებოდი ვინ მოიგო აი იმან მოიგო ამ ვინ მოიგო ვერავინ ვერ მოიგო ეს რომ იდის ვინ მოყავს შენ ქვეყანაში საპირწონე ვინ მოყავს დავკითხავს რომ სავდი რომ მეთქი ვინ მოა იქით დებილია აქეთ გამოშტერებულია აქეთ ის არის აქეთ მედროვეა ბიჭო დაულაგებელი ერთმანეთზე არეული ერთ დღეს ერთად იდგნენ მეორე დღეს ერთმანეთზე ლანცხავდნენ აგერ ეხა შვიდში აქცია იმართება არაბების წინააღმდეგ, არაბული პროექტების წინააღმდეგ. 3-ში ლიბერალები მართავენ ანტიარაბულ აქციას, 7-ში მართავენ კონსერვატორები. მაგაშიც კი არა აქვს ბიჭო ერთიანობა. ერთ ელემენტარულში, ერთ წკაპ რაღაცაში. ეგენი რო პლურალიზმით რო შეიყვანო მთავრობაში, ამ ქვეყანას რა ბედიელის, აი ღმერთმა არიცის. ეხა ყველა მაგარია, იასნია, ყველა რო ზის ესე და ყველა იგინაგელა მაგარია. ვინ რა გარანტია გაქვს რომ ფულს ვინმე არ შეჭამს აი ქართულმა ხალხმა როდემდე უნდა ჭამოს ეგ ზღაპრები მე არ ვიცის რა
კიდე იმის აი მე ვიღაცა კარგად აილაპარაკა, ეს რა პატრიოტია, ხა ეს ქვეყანას გაუძღვებოდა. ბიჭო, ლაპარაკით საზღვრავთ ადამიანები, ეგრე იცი? მე შემიძლია სოფისტი რატო არ ვარ, იცით? აი მე შემიძლია როგორ წამეყვანა ჩემი არხი, იცი? სულ სადღიგრძელოები მელაპარაკა რა. აი მაგალითად მელაპარაკა რომ ქართველებო, ერთად ვიდგეთ, გადავარჩინოთ სამშობლო. ეს არა ქართული გზა. ეს იწუნია უკვე ქართულმა ხალხმა. მე მინდა ჩემი პატრიოტიზმით საქმით დავუმტკიცო ქვეყანას, რომ რამე შემიძლია. პროექტები გავაკეთო. საგანმანათლებლო პროექტები გავაკეთო, ცნობიერება ავამაღლო, ეროვნულ თვითშეგნება ავამაღლო, დემოგრაფიული მას შეუწყო ხელი. ბევრი პროექტი დამიწერია, წიგნიც მაქვს დაწერილი ამაზე, სალექციო კურსებიც მიდევს ამაზე, რა გაგიკეთებიო, ძალიან ბევრი რამე გამიკეთებიო. ლექციებს ვატარებდი პოლიტიკურ ფილოსოფიაში, დისკურსზე. რაღაცას რაც მინიმალური, მე მილიონერი მე არ ვარ, ვერაფერს არ შევთავაზებთ ახლა. ტყუილად აქციაზე რისთვის გაგიყვანოთ, ან კიდე მე რა უნდა დაკვირდე დისტრაკიც ახლა მე არ მაქვს. ამ რაციონალურ აზრებს რომ ვალაგებდი რომ მეთქი ესეა და დავინახე რაღაც ის და რაღაც ორიენტაცია სწორი დავსია, კაიგე? მე რო არაფერი შეულიათ. ვერაფერ საპირწონოს ვერ გიზებენ, აი შენ კოცი ხარ, აი შენ ისინი გაფინანსებენ, აი შენ ესე გიყურებენ, შვილო. აი უბრალოდ საკუთარ თავში შაიხედე რა. დღეს სამყარო იყოფა ორ ნაწილად უკვე. ნორმალურები და არანორმალურები. არანაირი მემარცხენე, არანაირი მარცხენე ფლანგი მემარცხენე, არანაირი ლიბერალი, დღეს სამყარო ნორმალური, არანორმალური. აი ვის სიაში ხარ, ეგ უნდა გაარკვიო ჩემო საყვარელო, ვის სიაში ხარ. ადეკვატურობა რა არის? ადეკვატურო ჩანსაღი აზრი რა არის? საღი აზრი რა არის ამ ქვეყანაზე? ვის გჯერათ ხალხო, ვის გჯერათ, რომ ქუჩაში დგომით, ბოდიალით, და ამ დროს რომ ის თქვენი ბობოლები ფულებს ამით აკეთებენ, ეს საწყალი ხალხი რომ ყველაფერს ეწირება, ეგ თქვენ სამშობლო სამსახური გონიათ და რაღაც სინდისის პატიმრები და ბოდვები? ამიტომ უბრალოდ წააგეთ. ანუ ის კი არ არის ვინმე ბიჭო რომ მოსყიდვა ვინმეს დომოდა ხო გემონებით, აი რა მარტივია ეხა? აი მე რო ყოფილიყავი მთავრობაში დაუშვოთ. აი მე ვარ დაუშვათ, აი კონცეფციის მთავარი მე ვარ დაუშვოთ. ვაფშე რას ვიზავდე იცი? ვაფშე საკონსტიტუციო უმრავლესობას ავაღებია. თუ აყალბე, ბარემ ბოლომდე გავაყალბებდი, ხო? რა 54% ავიღებდი 61-ს. აი მე რო ვიყო პირადად, აი ხა მე რო წარმოვიდგინე, მე ვარ ხა აი თავარი ბობოლა, მთელი ქართული deep state-ი. აი წარმოვიდგინოთ რაღაც ალტერნატიული რეალობა. თუ იმ რეალობაში მე გავაყალბებდი, ანუ ისე მაინც გავაყალბებდი, რომ უმრავლესობას მაინც ავიღებდი, ანუ კანონებს შევცვლიდი, იმებს მივიღებდი, ამებს მივიღებდი. და რა ბოდობების გამო გამოიყვანეს ეს საწყალი ხალხი ქუჩაში, რომ ამათ რა ეგონათ ეხა რა, აი Facebook ტროლერებს და მაგათ, რომ აი ვიღაცა 1500 ჰაჰაჰათი რომ არჩევნებს მოიქებდნენ რა. ადამიანებს კომენტარებში რომ უვარდებოდნენ და აბულინგებდნენ, მაგით არჩევნებს მოიქებდნენ. მე მარტო ლიბერალებზე არ მაგ ურაპატრიოტებსაც იგივეს ვლაპარაკობ. ურაპატრიოტები ვითომ ეგრეთ წოდებული მემარჯვენეები. აი კომენტარებში შევარდნაგინება ლანძღვა იმის დედა ამის დედა მაგით რა ვის ეხმარებით რეალურად თქვენ გონიათ რომ ეგ აზრი ვინმე საწუხებს სამყაროში აი ვინმე არამე აზრად თulis უბრალოდ სასაცილო კომიკური ფიგურა იქნები მე ეთლისტ ბიჭო მინიმუმ სახეს მაინც ვაჩენ კამერასთან მინიმუმ მიბრძოლია რაღაცასთან საინფორმაციო ომები მაქვს მოგებული 100,000-ობით ნახვები აქვს ჩემი ვიდეოებს რაღაცა სახეს ვაჩენ ახლა არ ვიმალები ფეიქ აკაუნტებს არ ვქნი არავის ზოგადად არ უვარდები კომენტარებში და არ ვლანძღავ. სათქმელია პირდაპირ ვაჩვავ ადამიანს. რა პრობლემაა? მე რომ რამის მეშინოდეს ახლა იმასეც შენ არაბულ ინვესტიციებზე ვიდეოს იმიტომ არ იღებო შენ აი ეგრე ისაო გეშინიაო ახლა მაქსიმათეს თქვა ვიცი რომ შენ იმეთა ბოსებთან არ მოხვალ წინააღმდეგობაშიო. რას მელაპარაკები ბიჭო? 2011 წლიდან დავდიოდი დუბაიში. თითქმის ყოველ წელს. დავდე კი არა მიდევს ეგ ვიდეო ახაც არხზე. 30,000-ზე მეტი ნახვა აქვს. ჩემი პერსპექტივიდან გამომდინარე საქართველოს ისე პოზიტიურია. ანაკლი სპორტი, ინვესტიციები, კაპიტალის დაბანდება საქართველოში, მკვდარი მიწების გაცოცხლება, რა თქმა უნდა ასევე მინდა დემოგრაფიული ისე რა ქვია, მრავალფეროვნება საქართველოში. ისე რომ ქართველები გამრავლდნენ. ეს მინდა, რომ გამრავლდნენ ქართველები. მაგრამ ბოდიშით ხა ისა რა ქვია, სექსის პროპაგანდას ხوار მოვახდენ. იმას ხوار შევქმნი რა ქვია, OnlyFans ხوار გამოვაქვეყნებ აქ. ვინ ვის აუკრძალა აქ ქვეყანაში ვერ გავიგე. ვის აუკრძალეს ამ ქვეყანაში მაგალითად არ გამრავლდებო. ურთიერთობები ვერ დაულაგებიათ ერთმანეთში. და დღემდელმა იქ პრეზერვატივები და იმან რა ქვია სექს შოპებმა და იმათა მოსპეს საერთოდ ეს თაობები და გაარყონეს და გააფუჭეს. რომ ერთჯერადი ურთიერთობებისთვის წვებიან ერთმანეთს და იმაზე განა იმიტომ რომ ისინი რა ქვია შთამომავლობა და შვილები დატოვონ. მარტო ცხოვრების დონე აქ არაფერი ცხოვრების დონე გაცილებით დაბალია ბევრ ქვეყანაში ვერ შობადობა მაღალია.
დღეს სხვა პრობლემებია, დღეს სიამაყე, დღეს კაპიტალიზმის ერა, ნეოფეოდალიზმის ეპოქა, ბევრი გამომწერი თუ არ ყავს გოგო არ გეკარებაზეთ. ბევრი ფული თუ არ ყავს გოგოზე და არ გიყურებს, იმ ახალგაზრდა გოგოები უყურებენ დიდარ ინფლუენსერებს, მათთანავე ცხოვრება, პრინცესობა უნდა ყველას, რაც არ უნდა სახეზე იყოს კვაზიმოდო, ყველას ეგეთი უნდა და არ ხდება ეს ჩემო კარგო, გაიგე? მარტო ცალხრივად რო გამოდიხარ და იმას ესხმი თავს და ესეთიო, კი მესმის გასაკრიტიკებელია, კაცო, გააკრიტიკე ყველა, აბსოლუტურად არ ხარ აკრძალული. ჩრდილოეთ კორეაში არც ხარ, შეიძლება ყველა გააკრიტიკო, მეც გამაკრიტიკე, გინა მთავრობა, გინა ყველა გააკრიტიკე, რა პრობლემაა? მაგრამ ადეკვატური ხო უნდა იყოს კრიტიკა. ანუ რის გამო აკრიტიკებ ადამიანს? Facebook-ზე იმას შეუვარდნენ, რა ქვია, იმაზე, რა ქვია, სენატში ყავდა დაბარებული ცუკენბერგი რა და ბოდიში მოახდევინეს სენატში. ცუკენბერგი რო ფემინური იმბეცილია, გვიცით? მაგრამ რის გამო მოახდევინეს მაგუბედურს, რომ შენო ბოდიში იმიტომ უნდა მოუხადო იმ მშობლებსო, რომლებიც შენ უკანზიან დასარალებულები, რომელთა შვილებმაო ნუდები გაუგზავნესო ვიღაც ბობოლა კაცებსო. რა დონის იმბეცილი იყო ეს სენატორი, ვინც ბრალდება წაუყენა მეტას დირექტორს, ხო ხდებით? ანუ რა გამოდის ხა ჯვარი ყველას წერა BMW-ი რო ავარიაში მოყვები, BMW-ს კომპანია, მაგაში დამნაშავე თუ ადამიანი თვითონ. ანუ მე შეიძლება რაღაც შევქმენი ხა, რაღაც დავამზადე. და ვიღაცებს სუდად გამოიყენა, მე რა შუაში ვარ, ვერ გავიგე. რა შუაშია Facebook-ი იმაში, რომ ვიღაც იმბეცილი საკუთარ შიშელ სურათებს უგზავნის, მეორე ვიღაც ბობოლა კაცს. აი რა შუაშია ის? რატომ შობელს არა კონტროლი მაქვს ხელა? ამიტომ ხალხო ცოტა ადეკვატურ კრიტიკა, მე ადეკვატურობაზე მაქვს პრეტენზია. თორე რა თქმა უნდა, ყველაფერი იმსახურებს კრიტიკას სამყაროში. კრიტიკის გარეშე ვერ განვითარდებით. მეც ვაკრიტიკებ შენ თავს ბევრ რამეში არ მომწონს. აგერ აი ბოთლი ვსავდი წყალს გამოვასწორე, შენიშრა მომცეს, მივიღე ძმაო შენიშრა. რო ულამაზო იყო, მე ხა მეგონა ხუმრობა ეხა რა თქმა უნდა, თორე ვისრა შეურეწყობა, უბრალოდ მევასება ეხა წყალს ონკანიდან რა გავსავ, სუყიდო ხოლმე შეკვრით, იმიტომ რომ რავი ეხა ახალი შეთქმულების თეორია, მაგის ცალკე ვიდეო შევწერ. იმაზე რა ქვია, ზოგადად გლობალურად ეხლა მე ბევრი რამე ვიცი, ხო იცი ეგეთ რამებს და გადავედი ეგ ბაკურიანის და იმებს წყალს უბერავ ეკრებე და მე რომ კაი, არ ვიყო ულამაზო, აგერ მოვიტანე ჭიქა და დავლია, გავმივიღე შენიშნა. ხო მივიღე, ხო აღიარე რომ შეცდომას. აი ესე ვაღიარო ჩვენი შეცდომები. კი არ ეხავს ეს რამე გრეხი კი არ მაქვს ამით რაღაცა და უცდომელი ვარ და იესო ქრისტე კი არა, იესო ქრისტე იყო ერთი შეუცდომელი, უფალი. ამიტომ ხაო რამდენი 27 წუთი ძალიან შინაურულად გავაბევიდა ცოტა ის საუბარი, მაგრამ კაი თემებს გავყევი რა, რომ ამას ყურადღება ადეკვატურები ვიყოთ ხალხო, ადეკვატურები. უბრალოდ ნორმალურობა მინდა რომ სამყაროში იყოს. უკვე აღარც მემარჯვენე ვარ, აღარც მემარცხენე, ნორმალური მინდა ვიყო ამ სამყაროში. უკვე დავიტანჯე უკვე რა. ვუღეჭავ ხალხს თემებს, რომ ჩემ ქვეყანას როგორ წინ წავწიოთ, როგორ გამოვადგეთ და იმის მაგიურად სვავარ ხო გეუბნები წინა ვიდეოები ხო ეძღვნებოდა იმ თემებს. დღესაც მინდევს რა პრობლემაა? მე არც იმ კრიტიკის არ მეშინია. არც იმ საზოგადოებრივი ზეწოლის არ მეშინია. არა, მე რამის რო შემშინებოდა არც დავიწყებდი ამას. უამრავი პოზიტიური კომენტარი არსებობს ჩემ ვიდეოებზე. უამრავი, აი მილიონობით. მაგრამ არის მომენტები, როდესაც საზოგადოებას რაღაც არ ესმის და მე მაკრიტიკოს, მაგრამ არ მეშინია მაკრიტიკის. Free speech-ია, შეგილია გამაკრიტიკო, მაგრამ მე გეუბნები, რომ ეგ კრიტიკის ფორმა, როდესაც ადამიანს აგინებ, შენ თვითონ შერცხლები უბრალოდ ადამიანო. თორე მე მაგით ვერაფერი ვერ მაკლდება, მე პირიქით უფრო ძლიერდები. ხო იცით, მსხვერპლის როლის თამაში, ისრაელის მაგალითზე მე ძალიან კარგად ვიცი. გამოიყვანე შენი თავი მსხვერპლი და შენ უფრო ძლიერი გახდები. ამიტომ ძალიან გთხოვთ ხალხო, ვიყოთ ადეკვატურები, ვიყოთ ნორმალურები და ეგ ხოწევთ აი ეს საზიზღროვები ხარ ჩვენ აქ ვნახეთ. აი ეს არის აი უბრალოდ ეს ზონიდან რაღაც იმების რა ქვია, ტელევიზორების და მაცივრების გამოტანა და ეგეთი რამები უკვე უსოს პიროვნების, როგორ ვთქვათ, აი ფემინურ აი ყველანაირი გაგებით რო გრიხში ხარ ადამიანი, აი ყველანაირი გაგებით რო პრაშმადოვკა ხარ ადამიანი, აი ყველანაირი გინა ქუჩური, გინა პოლიტიკური, გინა ბიზნესი, გინა სოციალური, აი ყველანაირი გაგები და ვიყოთ ნორმალურები რა. მინდა რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვრო და მინდა რომ ამ ნორმალურობით დავეხმაროთ ჩვენ ქვეყანას და ეგეთი პატრიოტები რომლებიც საქმეს უკეთებთ რეალურად. სადღიგრძელოებს კი არ ვსავაქედან, არის საქმეს რო უკეთებთ ქვეყანას. აი ეგეთი საქართველო მინდა და ეგეთი განვითარებული ქვეყანა. თორე მესმის, მეც მიყვარს შემებურად ეს ქვეყანა, თქვენებურად არ ვემთხოვით ამ აზრებში რაღაცეებში ვემთხოვით რომ ვართ მორწმუნეები, ქრისტიანები, რომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვიყვარს ჩვენი მამული ენა სარწმუნო, მაგრამ განსხვავებული ხედვები გვაქვს ბევრ ადამიანს, ხო? მე ესე მჯერა რომ ქვეყანა ეს უფრო წინ წავა, შენ ესე გჯერა, მაგრამ მე ხო არ მოვდივარ შენთან და გეუბნები რომ ამის გამო ხარ შენ მოღალატე, ამას მე შენ არ გაკატრებ. არამე დისპუტში შემოვდივარ შენთან. მე ეს მირჩენო, მაგრამ ის ადამიანი რომ მოდის და მეუბნება რომ შენ ბრატ ქვეყანა გაყიდე არაბებზე და ჩაიხსახლე სახში, ო შენ ეს არის პატრიოტიზმი? რითგან სხდები აკაცუკოსგან? აი ვისაც დაცინი. რითგან სხდები? არაფრით. უბრალოდ
ეგეთ ხალხს არასდროს არ იყენებენ ნარავნად წინ თანაბრად. და ყოველთვის უკან არიან. და არ მინდა რომ ეგეთები ვიყოთ ხალხო. მე პირიქით თქვენმა დარდები რამაგდა თორე მე სადაც გინდა იქ შემიშვი. პრობლემა არსად არ მაქვს. ყველგან სოციალიზირდები და დავიცავ ჩემ პრინციპებსა და ჩემ აზრებს. მაგრამ ეს უნდა გადავეჩვიოთ მეგობრებო და უნდა გავხდეთ ნორმალურები. ნავი, იმედია მარტივად ჩამოვყალიბეთ ჩემი აზრი. ხო, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გავუზიაროთ მეგობრებს და ბევრი საინტერესო თემა აქვს განსახილველი რა. ზოგი პოლიტიკაზე, ზოგი სოციალური, ზოგი მიმები, ძალიან საინტერესო არხი მაქვს ზოგადად და ჩემს ტრენდ, რაზეც ვფიქრობ, რაც მაწუხებს ყველაფერს ვაშუქებ აქედან. და ყოველ იმაზე ვფიქრობ და იმაზე ვიღებ, რაც აი ჩემ გულთან მოდის და ჩემ იმასთან ასოცირდება, თორე ვინ რას მაძალებს? რა ძალამადგია აგერ, რომელი საათია? 4:09. აი ვირა ძალამადგია. მიყვარს უბრალოდ ლაპარაკი, მიყვარს თქვენთან საუბარი. მიყვარს უკეთესი საქართველო, უკეთესი მსოფლიო. თან მარტივია რა, დროებით.